მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ახალი ისტორიის წერას ახალი თაობა იწყებს. თითქმის 5 წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ განახლებული სასახლის კარი დღეს პირველად გაიღო და პირველ სტუმრებსაც ამ ისტორიულ დარბაზში უმასპინძლა. იმ ადგილას, სადაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. განახლებული მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე კვლავ სიხარულით უღებს კარს ჩვენს პატარებს. შეუძლებელია აქ არ ახდეს მათი ოცნებები. ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი ულამაზესი თბილისისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, განახლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იყო, არის და რა თქმა უნდა, მომავალშიც იქნება. მეშენობა არ არის მხოლოდ არქიტექტურული ძეგლი და მხოლოდ ამ თვალსაზრისით არ არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ეს არის ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილი, ეს არის სასახლე, რომელიც ინახავს ჩვენი ქვეყნის ისტორიას. ჩვენი ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანესი ნაწილი და რა თქმა უნდა, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც არის ამ მნიშვნელოვანი პროგრამის გაგრძელება. ისტორიული სასახლის სავიზიტო ბარათებად ქცეული ეს ოთახები სრულიად განახლებულია, თუმცა ისე რომ პირვანდელი იერსახე არც ერთს დაუკარგავს. სარკეებიანი მარმარილოს თუ თეთრი დარბაზები მე-19 საუკუნის უნიკალური არქიტექტურის ბრწყინვალებას დღესაც ინარჩუნებს. კონსერვაცია, რესტავრაცია ჩაუტარდა მხატვრულ დეკორატიულ დარბაზებს და ისტორიულ ავეჯსაც. ამ სასახლეში მართლა ტრადიცია, მართლა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ისტორია ხვდება მომავალს და ნამდვილად ყველა ახალგაზრდის წარმატება თუ ბავშვობიდან ისინი აქ მოდიან იწყება აქ. ეს არის ზუსტად ის იდენტობა, ის საქართველოს სიყვარული, ეს არის ხელშესახები, როდესაც ვლაპარაკობთ, რომ რა უნდა გვიყვარდეს, ეს არის. ეს სასახლე 2 საუკუნეა ამშვენებს ჩვენს დედაქალაქს და აქედან 84 წელია ის ემსახურება ახალგაზრდებს და ახალგაზრდების კულტურული ცხოვრების გულია, ამიტომ სასახლის, როდესაც დაიგეგმა სასახლის რეაბილიტაცია, როგორც უკვე ვთქვი, არ იყო მიზანი მხოლოდ მისი დაზიანებული ნაწილების აღდგენა. აქ მიზანი იყო, რომ სასახლისთვის მისგვეცა ახალი სიცოცხლე. პროექტის ფარგლებში ავთენტიკურობის დაცვით განახდა შენობის გარე ფასადი, საძირკველი და ბაღის ისტორიული ღობე. სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით კომპანია ინსმა შეასრულა. პროექტის ჯამური ღირებულება 56 მილიონ ლარს აჭარბებს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა შიდა, ასევე გარე ინტერიერს. ავთენტურობა მაქსიმალურად შენარჩუნებული, იქიდან გამომდინარე ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ცალ-ცალ დაცულია ის ავთენტური ნიშნები, რომელიც იყო მანამდე. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრია, სადაც არაერთი წარმატებული ხელოვანი აღიზარდა. ისტორიული შენობა ახლა ახალ თაობას ელის, ის მალე 4500-მდე მოსწავლეს გააერთიანებს.